ეხა რუსთაველი გაათავისუფლეს. ასაგებია ეხა გას მოიფარა ხალხი, მაგრამ ეს იმდენად სახელმწიფოებრივი პროცესია, რომელი საათია ეხა? 4 საათია დილის, ხო? დილის 4 საათია და ათასობით ადამიანი წინასწარ შეთანხმების გარეშე გამოვიდა თავი შეიყარა რუსთაველის გამზირზე. არა იმიტომ რომ ერთჯერადად ვალი მოიხადოს, არამედ გამარჯვების პროცესში იყოს მანამ, სანამ გამარჯვება არ იქნება მიღწეული. სანამ გამარჯვება არ იქნება ხალხის ანგარიშზე. მე ვფიქრობ ამას ყველა გძნობს. მათ შორის ახლა თქვენი ეთერით ვინც უყურებს, დარწმუნებული ვარ ისინიც. მათი ხელმძღვანელები და ასე შემდეგ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები. ჯინი ბოთლიდან გამოუშვეს, მათ არ ეგონათ. მათ ეგონათ რომ ღრმა დეპრესია იყო, განსაკუთრებით მომხდარის შემდეგ 25 ნოემბრის შემდეგ. თან იმდენი რამ დატესტეს და გაუვიდათ რომ აბა ერთიც დავტესტოთ, ალბათ დასწრებულები იყვნენ რომ ეს არის ის მომენტი, როდესაც შეიძლება რომ გარდნო გადაიარო, გადმოიარო ქართულ ხალხზე, სახელმწიფოზე, მის ინტერესებზე, მის სუვერენიტეტზე და არავინ ხმის ამოღები აღარ იქნება. აღმოჩნდა ამაოდ, ხო, ყველაფერი. და ექნება იქ იმისი მოლოდინი, რომ ამით რამე დამთავრდა. რა დამთავრდა, ხო დილის 20 ვერ დამთავრდება. პუტინისა და კობახიძეს განცხადება სინქრონში, სულ რაღაცა 1 საათის ინტერვალით, ხო, გასაგებია, რას ნიშნავდა ქართველისთვის, საქართველოს მოქალაქის პატრიოტისთვის, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის და ეს მომდენო დღეები იქნება აი ასეთი. წარმატებამდე, გამარჯვებამდე კარგია კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერთიანდებით ყველანი მიზნის გარშემო. ეს მიზანი არის ამ ქვეყანაში ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშორებისთვის და არჩევნების ჩატარებისთვის. ყველა პარტიები რა სახელწოდების პარტიას არ უნდა იყოს, რა შეხედულებაც არ უნდა გქონდეს სხვადასხვა ამ პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ თუ კი ჩვენ თავხდებით მომავალზე, რომელიც ჯერ მოსაპოვებელია, ეს ხალხით გავართ ახლა ერთად და აი ამ ერთიანი სულისკვეთებით ვიბრძოლეთ ქუჩიდან, კი? ეს არ არის ალბათ ის საქართველო, რომელზეც ოცნებობდნენ ჩვენი მშობლები, ჩვენი შვილები, რომლებიც ახლა ბევრი აქ არიან, ბევრი სახრიდან გვიყურებს ალბათ ხოლმე ხალხში, მაგრამ ასეთი რეალობა ქუჩიდან არის მოსაპოვებელი გამარჯვება და ეხლა რობოკოპებისა და წყლის ჭავლის ძალა მერწმუნეთ არ არის ხალხის ძალაზე ძლიერი, ეს გამორიცხული არის. მოსკოვი ან თბილისი, რუსეთი ან საქართველო, თავისუფლება ან ავტორიტარიზმი. აი ამ დილემების წინაშე ვგავართ ქართველები და ქართველები ვირჩევთ საქართველოს მოქალაქეები მომავალს, თავისუფლებას, განვითარებას, საქართველოს, ევროპას და არა პუტინს, არა რუსეთს და არა ავტორიტარიზმს.